შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო ნაწილი პირველი სადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობაც ხაკაია. ქუთაისში აბა ერთი კაცი პროექტის რედაქტორი იძახდა ნინო მედილიჟანი და მუდამ ერთი კაცი აკლია სათვალავში. თბილისი 2025 წელი. დილიჟანი პირველ საათზე უნდა გასულიყო ქუთაისიდან კარისმერეთისკენ ალექსანდრე ქუთათელი დანიშნულ დროზე გამოცხადდა რომანი შალამბერიძის კანტორაში. მაგრამ ქუთაისიდან ჩვენი ქვეყნის რომელიმე დაბა ქალაქიდან განა გასულა დილიჟანი ოდესმე დანიშნულ დროზე. აქაც ასე მოხდა. იგი გავიდა არა პირველ საათზე, არამედ ნაშვადღევის 4 საათზე. და ისიც დიდი ვაივაგლახისა და ლანძღვა გინების შემდეგ. მანამდე კორნელი პატარა ეზოში მიგდებულ ძველ ეტლში იჯდა და ჩაეძინა. 1 საათიც არ იქნებოდა გასული, ჯარისკაცი დაფეთებული წამოიჭრა, ლაჯებში გაჩრილ და კერძზე მიხუტებულ შაშხანას წაავლო ხელი. უხეიროდ მოკირწყლულ ბალახუნის ქუჩაზე ცარიელი დროგები მირახრახებდნენ და რკინის სალტეში ჩასმული ბორბლების ხმაური თოფ ზარბაზნების გრიალად ჩაესმა კორნელის. ჩრდილი გადასულიყო, ივლისის მზე უმოწყალოდ აჭერდა. დანგრეული დუქნის უკან ობმოკიდებული გუდე ყარდა. თავლიდან ნეხვისა და შარდის სუნი გამოდიოდა. დღეს ბაზრობა იყო. ქუჩაში ქუთაისელნი და მახლობელ სოფლებიდან ჩამოსულნი გარბოდნენ და ფუსფუსებდნენ. რას გვანან ულაზათო დაჩიავებული ქუთაისლები, ჯავრობდა კორნელი. აქაურ ინტელიგენტსაც გაჭირვების დაღი აზის. ეს ჩვენი გაძვალტყავებული და ჩამოკონკილი გლეხობა ხომ გულსაკლავად გამოიცქირება. რა ეშველება ასე დასაწყლებულ და ღარიბ ხალხს? ჩვენო საბრალო, გაღატაკებულო იმერეთო. რამოდენიმე წელი გასულიყო, რაც კორნელის არ ენახა ქუთაისი და თბილისის მერმე შავ პროვინციად ეჩვენებოდა იგი. წამოდგა, შალამბერიძის კანტორაში შევიდა, მედილიჟნე დათიკო დახლთან იდგა. ნაცნობი მგზავრები ღვინოს ასმევდნენ. ლოთობისაგან ხიპი დასდებოდა ჯერ კიდევ ჭაბუკს. იგი დამთვრალიყო, მგზავრების საყვედურს ყურადღებას არ აქცევდა. ბაზარში საყიდელზე წასული ერთი პასაჟირი მაკლია, მოვა და მაშინვე წავალ. ბატარეაში წესრიგ შეჩვეულმა კორნელიმ ბირჟაზე გალაზღანდარებულ მედილიჟანეს უყვირა. დილიჟანის კოფოზე დაჯდა. გზავრები მიხვნენ და მადლობა გადაუხადეს. შეზარხოშებულმა მედილიჟანემ დასჭყივლა. დაოთხილი ცხენები ჭენებით გაატარა ბალახუნის ქუჩაზე. რიონის სადგურისაკენ მიმავალი რკინიგზის ლიანდაგი გადაჭრა და ტყეს შეუდგა. მცირე აღმართის მერმე გზა ლარივით გაიჭიმა საღორიას ტყეში, რომელსაც ქუთაისის გუბერნატორი ოლდენბურგი რატომღაც ბულონის ტყეს უწოდებდა, რასაც მისი ცოლი ქართველი აგრაფინა და ოდესღაც აგრაფინას მეგობარი, გუბერნატორის სახლის ხშირი სტუმარი კორნელის დედა ტერეზაც იმეორებდნენ. ახლა საღორიას მუხა დაავადებულა, სოკო მორევია. ფოთოლი მატლს შეუჭამია და გვალვით დახრუკულსა გავს. ტყეში ჯაგები და ყვითელი ყვავილით ალმოდებული იელის ბუჩქებია. იელს ფუტკარი დასევია. ტყეში გაჭიმულ ამ გზით არაერთხელ უმგზავრია კორნელის ბავშვობისას, სიყრმისა და ჭაბუკობის ჟამს. უკან მოიხედა, უკვე შორს იყო მწვანე ბაღში ჩაფლული და მთის კალთებზე მოფენილი ქუთაისი, სადაც დაიბადა, ფეხი აიდგა და ანბანი ისწავლა. როდესაც ბაგრატის ტაძრის ნანგრევებიც დაიმალა, კორნელი შებრუნდა, ლარივით სწორ გზას გახედა. ტყის გრილმა და სუფთა ჰაერმა
კარგ გუნებაზე დააყენა. ღიღინი დაიწყო. ასეთი ღიღინი დასჩემდა არდადაგებზე ქალაქიდან კარისმერეთისაკენ მოგზაურობისას. აიჩემებდა აკაკის, ბარათაშვილის ან უცხოელი პოეტის რომელიმე ლექსს და მას ჩუმად დაამღერებდა. აი ახლაც დილიჟნის ბორბლების ერთფეროვან გრიალსა და ცხენთა ტორების შეწყობილ თქარუნის აკომპანიმენტზე ასეთი ლექსის სიმღერა დაიწყო. შვენიერო ქუთაისო, სავარდო და სამაისო. ღიღინი მედილიჟანემ შეაწყვეტინა. იგი ყბედობდა, მოხუც გლეხს დასცინოდა. ეს კაცი ფრონტიდან ჩამოსულა და საკვირველი არაა, შინ მიეჩქარებოდეს. შენ კი ბებერო, იმ დასაწვავ სოფელში, საფლავის გარდა, რა ქვეყნის საქმე გელოდება? გაწუწკებულ მედილიჟნეს გულის წყდებოდა. ერთი საათი კიდევ რომ ეცლიათ, რამდენ ღვინოს დამალევინებდა ის მოკეიფე ხალხი. ჩოხაში გამოწყობილი მოხუცი გლეხი უდიერ მედილიჟნეს მშვიდად უპასუხებდა. წუთი სოფელი ბიძია, არავის მოუჭამია. მოიცა, შენც გაგატყვერინებს ნახშირს. ენაწყლიანი გლეხისაგან კორნელიმ გაიგო, რომ ახალციხის გზით ბაღდადსა და ქუთაისზე მომავალ თათრებისათვის ზეკარის მაღლობზე გამაგრებულ ჩვენს მცირე რაზმს გზა გადაუჭრია. ეს რაზმი ქუთაისიდან ყოფილა გაგზავნილი და შეტაკების დროს თათრებს სხვათა შორის ქართული გიმნაზიის ახალგაზრდა პედაგოგი გიორგი ჭუბაბრია მოუკლავთ. ჭუბაბრიას პეტერბურგის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული. იგი კორნელის ძმის სტეფანეს დიდი მეგობარი იყო. მისი დაღუპვა ძლიერ ეწყინა კორნელის. მოაგონდა ცაგურიშვილი და კანარეიკად წოდებული ბაქრაძე. ბევრი ნიჭიერი და კარგი ადამიანი დაიღუპა ომში. უთხრა კორნელიმ გლეხს და უამბო ზოგი რამ ახალციხე ახალქალაქის ფრონტისა. შენი მარჯვენა იკურთხოს ბატონო, თათრებისაგან აწიოკებას რომ გადაგვარჩინე. დალოცა მოხუცმა და პირჯვარი გარდაისახა. რიონის სადგურთან საღორიას ტყე გათავდა. თიდან გადაიშალა შავ ზღვამდე გადაჭიმული რიონის წარმტაცი ველი, რომელიც ძლიერ წააგავს ალაზნის ველს. წინ ზეკარის ხეობას ჩანს. მთები, შუბანი, წანტეხილი, საირბე, გორამაღალი. რიონის სადგურიდან დაღმართი იწყება. მერმე ქარის სათარეშო გაშლილი ადგილი. სარბევი და წინაველი. დილიჟანი მდინარე ყვირილასთან ბორნის ახლოს ნიკიტან სიგუნავას დუქანთან გაჩერდა. ორი ქალის გარდა ყველა დანარჩენი მგზავრი სამიკიტნოში შევიდა. ღვინის სმა და ზოგმაც ყვირილაში დაჭერილი თევზის ჭამა დაიწყო. კორნელი კი ადიდებული მდინარისგან დანგრეული ხიდის თავში გაჩერდა. ირგვლივ გაშლილ ჭალებს მოავლო თვალი. მდინარის გაღმა ცნობილი მრეწველის ანანოვის სასახლე და ვარციხის მამული მოსჩანდა. ღვინის სარდაფები და ქვითკირის სახლები. მერმე აჯამეთის დაბურული ტყე. დასავლეთით რიონის ველი, ჩრდილოეთით კავკასიონის მთები, ხომლი, ნაქერალა, ხოლო მის იქით უნდობი თოვლით გადალესილი სვანეთის უშბა, თეთნულდი. მზე დასავლეთისაკენ გადაიხარა. კორნელიმ პაპიროსი ამოიღო, ცეცხლი მოუკიდა, მოსწია და ხიდის მოაჯირს დაეყრდნო. დინარის ტალღებს დააცქერდა. ყვირილა უმეტეს შემთხვევაში მურისფერია, რადგან მისი წყლით ჭიათურის შავქვას რეცხავენ. ახლა კი მაღაროების უმოქმედობის გამო მდინარის წყალი გამჭვირვალე იყო და მის ფსკერზე ქვები და კენჭები მოსჩანდა. კორნელიმ თევზებიც დაინახა.
მალე სიგუნავას დუქნიდან არღნის ხმა და სიმღერა შემოესმა. რამდენჯერ ჩაუვლია კორნელის დედასთან, დეიდასთან და ბიძასთან ერთად სიგუნავას ამ ცნობილ დუქნებზე, ვინ მოთვლის. ქუთაისიდან ზემო იმერეთისკენ მიმავალი გული არ გაუძლებდათ, რომ აქ ღვინო არ გადაეკრათ. პური და ყვირილას განთქმული თევზი არ შეეჭამათ. დაფა ზურნაზე ან არღანზე არ ექეიფათ. განსაკუთრებით თავადებსა და აზნაურებს. დაგვიანებას არავინ სჩიოდა. აი ახლაც ქეიფობენ უდარდელი მგზავრები და ჩანჩურა მიარღნეს სიპიტო თავგამოდებით ქოქავს ფოჩებიანი ჯუბით აჭრელებულ ოდესურ არღანს. სიგუნავას დუქნებს ეტლებისა და დილიჟანსებისათვის წინ ფართო მოსასვლელი აქვს ფარდულისათვის ყავრით გადახურული. კორნელის მოაგონდა ამ ფარდულის ქვეშ სვეტზე მიბმული ალია. ბიძია ოტიას ყაბარდოული ულაყი. მაშინაც საღამო ჟამი იყო. ჟღალწვერა, მსუქანი, ახოვანი, ჩოხაში გამოწყობილი მემამულე ოტია მდივანი ამ სიგუნავას სამი კიტნოში ქეიფობდა და თან ყვირილას გაღმა გამოღმა მიმავალ მგზავრებს, ნაცნობებს და მეზობლებს ეპატიჟებოდა. დაღამდა. დიდის ვაივაგლახით გამოიყვანეს მაშინ დუქნიდან 8 წლის ყმაწვილმა კორნელიმ თვრალი ბიძია ოტია. ოტია ძლივ შეჯდა ცხენზე, დისწული წინ დაისვა, ნაბადი მოახურა და შუბლზე აკოცა. ლუგეშინია, ალი ახლა თუ გინდა თურქეთში წაგიყვანს. გზავრებმა გზა დაულოცეს და ოტია ყვირილაზე გავიდა. ცხენით აღმართი აირბინა და მოკლე გზით დააპირა კარისმერეთში ჩასვლა. ვარციხე დიდველაზე გავლით. აჯამეთის დაბურულ ტყეში შევიდა. თვლემდა, უნაგირზე ყანყალებდა და სადავეს ვერ იჭერდა. ხან ხრამს მიადგებოდა, ხან კიდევ გაუვალ ტვერში შეიჭრებოდა. შეშინებული ყმაწვილი ბიძას აღვიძებდა და კერძზე ეკროდა. ბევრი იბორიალა ოტიამ იმ ბნელი ღამით აჯამეთში, სანამ ტყიდან გავიდოდა და კარისმერეთისაკენ მიმავალ სწორგზას დაადგებოდა. ხშირად ჩერდებოდა ალია, ფრუტუნებდა და ხვიხვინებდა, ვინ იცის რისთვის. მაშინ აჯამეთში გაცილებით მეტი ნადირი იყო, ირემი, ტურა, მელა, მგელი. მართლაც ღრმაღელესთან ტურების შემზარავი კივილი და მოთქმა ატყდა. ალია ისევ შეჩერდა. ოტიამ დეზი ჰკრა და ტყეში ხმამაღლა დასჭყივლა. ჰაჩ შემგლის არჩივო! ტურები შეშინია? ღრმაღელე გაიარეს თუ არა, ტყე ერთბაშად გათავდა. ერთ მოშიშვლებულ ალაგას კორნელიმ ნათლად დაინახა დაცუცქული რაღაც შავი არსება და ნაკვერჩხალივით ანთებული მისი თვალები. ეს არსება და ეს თვალები ყმაწვილმა ჯერ ალქაჯად, კუდიანად, ჭინკად მიიჩნია, მერე კი გელი ეგონა. ელდაეცა, გული საშინელი ძგერა აუვარდა, ბიძას მოეხვია და ტირილი მორთო. ოტიას არაერთხელ უნახავს ღამის ტყეში ასეთი რამ და დისწულის დასამშვიდებლად ცხენი პირდაპირ იმ უხილავი არსებისაკენ წაიყვანა. წუმწუმა აანთო და მართლაც კუდიანის ბრიალა თვალები მაშინვე ჩაქრა და კორნელიმ ნათლად დაინახა ძველი მუხის ძირში კუნძი და იქვე მიწაზე დაყრილი სულით ჩანახლეჩი ნაფოტები, რომელიც ღამით ნაკვერცხლებივით ანათებდნენ ფოსფორულ ნივთიერებათა გამო. ასეთი გულგახეთქით ჩაიყვანა ოტიამ სოფელში დისწული. მაშინ კორნელის წამდა ალქაჯის, კუდიანის და ჭინკის არსებობა. ახლა კი სიგუნავას დუქნებთან და იმავე მდინარე ყვირილასთან
სტუდენტი ჯარისკაცი იდგა და არა ბიძია ოტიას მუხლზე მჯდარი და მის ნაბაჯში გახვეული 8 წლის ყმაწვილი. მაშინაც ასეთი დღე იყო და კორნელი ისე ვიდგა ამ ხიდზე. გამჭვირვალე ყვირილას ფსკერზე გარეცხილ ქვეებს, კენჭებს და წყალში მოცურავე თევზებს დასცქეროდა. მაშინაც არავინ ღონდებოდა დაგვიანებით. მაშინ კორნელის დაღამებისა ეშინოდა. ახლა კი ნინოს ნახვა ეჩქარებოდა. ნინოს მოგონებისთანავე კორნელი სიგუნავას დუქანში შევიდა. მეტლეს გამოუძახა და ამდენი ლოდინისათვის გაუჯავრდა. მოხუც გლეხს მოესწრო მგზავრებისათვის მისი მშობლების ვინაობის გამხელა და ისინიც მორიდებით ეხვეწებოდნენ. ამ კუთხეში განთქმული ექიმის გიორგი მხეიძის შვილს კორნელის შეესვა ერთი ჭიქა ღვინო. კორნელი მდალია და მგზავრებს შესძახა. ღამდება, მალე წავიდეთ. ზოგი აედევნა კორნელის დილიჟნისაკენ. ზოგი კი ვერ შორდებოდა პურმარილითა და ღვინით გაწყობილ დახლს. მაგრამ კორნელი მეეტლეს და ჩამორჩენილ მგზავრებს აღარ დაელოდა და ცხენები ბორნისაკენ გარეკა. მაშინ მედილიჟანე და ღვინოზე დახარბებული მგზავრები დუქნიდან გამოცვივდნენ. დილიჟანი ბორანზე შეაყენეს და ყვირილაზე გადაიყვანეს. მეეტლემ ანანოვის სასახლეს მამულს ჩაუარა და ისევ დაადგა სწორგზას, რომელსაც 10 კილომეტრზე ორივე კიდით აჯამეთის ტყე მისდევდა. მერმე მუხის ტყე თავდებოდა. ველი და მზეზე მიფიცხებული, ამწვანებული გორაკები, მევენახეობით სახელგანთქმული სოფლები ახარებენ თვალს თავისი მშვენებითა და სილამაზით. როდესაც კორნელი გზის მცველის პატარა დანგრეულ სახლთან გადმოხტა, მზე უკვე ჩასულიყო. მგზავრები დიდის ამბით ეთხოვებოდნენ კორნელის, განსაკუთრებით კი მოხუცი გლეხი. პირიდან ყალიონი გამოიღო და მადლობას უხდიდა. აგაშენა ბიძია ღმერთმა, ამ სიგრძეგზა შეუმჩნევლად დავთოკეთ საუბრით. აბა ნუ გეშინია, ეს ღიპიანი და ლოთი დათიკო მედილიჟანე კი ვერ გაგართობს გონიერი საუბრით. მარტო ჭამასმაზე ფიქრობს. ჩემოგდია ლაში და დაბალევინაო იძახის. ღდინამდე ჩახვა მედილიჟანსეს მოხუცი.